გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ გიორგი დანელია, თქვენ უყურებთ ჩემს YouTube vlogs და ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს. მრავალს დაესწარით, წარმატებულ 2019 წელს გისურვებთ. მოკლედ, გაქანებული ზამთარია. ქართველებიც დავიკვეხნით, რომ ბევრი ზამთრის კურორტი გვაქვს, სვანეთი, გუდაური, ბაკურიანი, კოდერძი, ბახმარო და ასე შემდეგ. შესაბამისად, ალბათ ბევრი თქვენგანი სრიალებს, მეც მათ შორის ნახავდით ალბათ ვიდეოებს. ძალიან ხშირად ისმის კითხვა, რა ჩავიცვათ ზამთარში სრიალისას. სად შევიძინოთ ზამთრის ეკიპირება, სნოუბორდით, ხილამური, ზამთრის კურტკა, შარვალი და სხვა აქსესუარები. დღევანდელ დღეს ზუსტად ამ თემას დავუთმობ და მე თქვენ ექსკლუზიურად გეტყვით, სად უნდა შეიძინოთ ზამთრის ეკიპირება საქართველოში. მოკლედ, წლევანდელ ჩემს ეკიპირებაზე იზრუნა ადრენალინ შოპმა, რომელიც საქართველოში არის ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდის შემომტანი, ოფიციალური და ძალიან მაგარი პროდუქცია აქვს. მათ შორის არის DC, Raidi, ვინც ერკვევით სრიალის თემაში ალბათ გეცოდინებათ ეს ბრენდები, Quicksilver და Decayne, რომელიც ძალიან ხალისხიანი ბრენდია ასევე. ეხლა მივდივართ პირდაპირ ადრენალინში, რომ ავარჩიოთ და ვნახოთ, რას გვაძლევენ. ხვალ კი აუცილებლად ამ ყველაფერს თოვლში გავტესტავთ და მოვირგებთ ძალიან კარგად დაწმუნებულად. წავედით. მოკლედ ესეც ასე, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ადრენალინი შოპი არის მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ. ბევრი სხვა მაღაზიებიც არის აქ, მაგრამ ადრენალინი არის აქ რამდენიმე წელია. შესაბამისად, ერთადერთი შევიდეთ და ვნახოთ, რა ხდება შიგნით. ძალიან ბევრი მანქანებია, როგორც ჩანს, ყველა ზამთრისთვის რაღაცებს ყიდულობთ და ჩვენც არ ჩამოვჭრით, ვაინა. პირველი მივიდეთ მომავალი წლის გეგმასთან. აუცილებლად მომავალი წლის გეგმა. ეხლა ძალიან კარგი სნოუბორდი მაქვს, შესაბამისად წელს არ ვცვლი, მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად შევცვლი და მომავალი წლის გეგმა არის ეს. Raidis მონსტრი. ხო, ბათინკის უკვე აღებული მაქვს, სხვათა შორის მე მაქვს, ჩემი მოდელი არის აი ეს. და ბოა, სნოუბორდერები მიხვდებით ალბათ. ბოა არის შვება. ოდნავ რომც მოიშვას, ძალიან მარტივი უბრალოდ მიხვალ, დაუჭერ, всё. მოშვება გინდა უბრალოდ წკავ, всё. რაც შეეხება მე რას ავიღებ აქ, ეს ყველაფერი არის Decayne. მაგალითად, Decayne-ზე შემიძლია გითხრათ ის, რომ არის ძალიან ხალისხიანი ბრენდი, შესაბამისად ფასითაც ოდნავ მაღალი, თუმცა არის ძალიან მაგარი ხალისხიანი, ჩანთები აქვს ძალიან მაგარი, ცნობილი არის ამ ხრივ Decayne. მოდი ავარჩიოთ ჩვენთვის ზამთრის კურტკა, შარვალი და შეიძლება კაპიშონიც. დავით. ესე იგი, სასრიალო კურტკას ვარჩევთ ჯერ, ხო, ალბათ. კურტკიდან დავიწყოთ და მე გადავიდეთ სხვა რაღაცებზე. Decayne-ის კურტკები გვაქვს ძალიან მაგარი, როგორც ვიცი. კი და ნუ შენ შემთხვევაში გადავწყვეტ რომ ეს ორი ვარიანტი შემომეთავაზებინა, ორივე არის ძალიან სუბუქი და კომფორტული კურტკა და რა თავარია, რომელი არის? აი დაგენით ეს კურტკა და ეს კურტკა, ნუ ფერი შენ გადავწყვეტ შენი გემოვნებისა. ორივე არის პრიმალოფტის ათბობით, რომელიც არის ყველაზე სუბუქი და თბილი ამოდროულად, ძალიან მაგარი დათბობა. გამტარება ორივეს აქვს ამ შემთხვევაში. და ორივე სნოუბორდინგის არის. კი, რა თქმა უნდა. არის კონკრეტულ სნოუბორდინგიც არ არის, ანუ მოთხოვნასაც შეუძლია, მაგრამ უფრო სნოუბორდის სტილში გადის, ცოტა თავში წაგიში. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად სასრიალო სკი ან სნოუბორდ კურტკები არის შედარებით ცოტა დიდი ზომები, ავიღეთ ორი ზომა S და M და ვნახოთ მოკლედ ორივე რომელი იქნება უკეთესი. მემბრანა არის რაღაცა საოცარი, აი რო ეხები ხვდები რა, გამტარობის ამბავს, იმიტომ რომ ძალიან ხალისხიანია და არ უნდა დასველდე, რაც თავარია, გაუყალავში სრიალი. ვან რას ფიქრობ, ზომის პონჩი როგორია? ძალიან კაი ზომაა. ოკეი, აბა მეორეც ნახოთ, ეხლა იგივე ზომა. ნახოთ და ბანი. ძალიან დაცხა. 10000 გამტარობის კურტკას რო იცნობ ოთახში, ლოგიკურია. ამის მემბრანებში სხვაობაა, ისე? რაღაც სხვანაირ. რომელია? ხო, ეს უფრო სრიალა. თქვენ რას ფიქრობთ ისე ფერის ამბავში? მე მგონი ფერის ამბავში უფრო რაღაცა ეს მომწონს არის, მაგრამ ნახოთ როგორ ესე გამოვატანს. ხო, ხედავ. სხვა მოდელია. გავაქსი ხო?
ხო, თან კაპიშონი ამას უფრო სხვანაირი აქვს და უფრო ის მოშა. კასკადზე თუ გადაიწვა, იყო. ხო, იმხელა არის კასკადზე და. კი, ეგათუა, რა ჩაფხუზე თუ გადაიწვა. ახლა სუბუქი კომპლექტურია, ძალიან თბილი. აქ სკიპასის ჯიბეა, რომელიც უკვე მაქვს და მადლობა ამისთვის კურორტებს. და რაც შეეხება შიგნით, ახაც ჯიბე გვაქვს. ძალიან მაგარი. და რაც ყველაზე მთავარია, აი ეს არის ადამიანი. თან რეზინი აქვს თვითონ რომ მარტივად ესე ვთქვათ არ გასრიალდეს და დამაგრების შემთხვევაში კარგად იყოს ფიქსირებული შარვალი. აუპოსტა მაგარია ჩანს. ხმა ხო ისმის. აქაც რეზინის დამჭერები. ფიქრზე რომ კარგად დაიჭიროს. კარგად დაუხსნა. ესე იგი, სამი ვარიანტი გვაქვს. წავიდა პირველი, მეორე, ეს ორი არის დიქაინ და მესამე დისი. რა ვქნა რა გავაკეთო? ეხლა ვარ დილემის წინაშე. ასე რომ ჩავიცმევ კურტკასთან ერთად და ვნახოთ რომელი მოხდება უფრო ფერში. ხარისხით ერთმანეთზე უკეთესია ყველა ვიცი. წავიდა. რას ფიქრობ? ერთად თან. ანუ ფერის ამბავში მიდის ასე თუ ისე, რაც შეეხება ხარისხს, ეხლა ბათინგზე უნდა ჩაიცვა როგორც წესი ეს თხილამურის კი არა და თხილამური თუ ეშმაკის ხესა და როგორც წესი სნოუბორდის ბათინგზე უნდა გატესტო, მაგრამ ახაც ძალიან კარგად ჩანს რომ როგორც იტყვიან ჩემზეა შეკერილი და რაც თავარია რო ეხებით სიამოვნებს საუბრალოდ მემბრანა და მასალა ისეთი. ოკეი. წავიდეთ შემდეგზე. შარვალი ნომერი 2. აი ეს არის დილემა. კადრებს ნახავ ორივესი და გადავწყვეტ რომელი შარვალი ავიღოთ. აბა ნა. მოკლედ, არჩეულია შარვალი როგორც მიხვდით ალბათ, შედარებით უფრო ფერადი ვიდრე მეორე მოდელი და კურტკა აი ეს, რომლებიც ერთმანეთთან მიდის ძალიან მაგრად. ამისთვის ადრენალინ შობს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ესეთ პროდუქციას საქართველოში სხვაგან ვერ ნახავ. ხუდის ამბავი გამოდის ესეთი, რომ ადგილზე ავარჩიეთ და ძალიან მოგწონს. აი ესეთი უნივერსალური რამ, რომელიც შეგვიძლია ჩავიცვათ სრიალის დროს, როცა მზეა და როცა კარგი ამინდია, ან უბრალოდ კურტკის ქვეშ, როცა ფრირაიდზე მიდიხარ. ანუ ჩვეულებრივი სარვაშკა კაპიშონის პონჩი კი ჩანს, მაგრამ საერთოდაც არ არის ჩვეულებრივი, იმიტომ რომ სპეციალურად სასრიალო ამბავშია გათვალისწინებული. That's it. სისქე არის ძალიან დასაფასებელი, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ მაისურზე გადაიცვა და გარედან საროჩკიანი ტიპი ჩანდა, მაგრამ რეალურად ბაფში არ იყო მარტო საროჩკიანი. ტელეფონის სათავსო და ძალიან მოსახერხებელი და ესეთი flexible ტიპია რა. თან სიგრძეს ისეთი აქვს, რომ თოვლი არ შეგივიდეს და პრაქტიკულად და კომფორტულად იყო. მოკლედ, დამსრულდა ესე ამბავი. ჩავალაგოთ ეხა ჩვენი რაღაცეები და მოუსვათ. დაკინის შარვალი, დეკაინის კურტკა, როგორც უკვე ნახეთ. და კაპიშონი, სასრიალო კურტკა და ყველაფერი უნივერსალი დისი. ესეც ასე მეგობრებო, ასე რომ თავიდან კითხვა რო დავსვით, გახსოვთ? სად ვიყიდოთ ზამთრის ეკიპირება? მიხვდით? სადაც? ეს არის ადრენალინ შოკი. მადლობა დროებით, მადლობა იმისთვის რომ მიყურეთ. შემდეგი ვიდეო აუცილებლად იქნება უდაურში ამ ეკიპირებით სრიალზე. წავიდა დროებით.